არქტიკა აღარ არის მხოლოდ ყინულით დაფარული ცივი ზღვა. გასულ რამდენიმე ათწლეულში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყინული თანდათან დნება. ეს პროცესი ამძაფრებს ქვეყნებს შორის დავას ზღვის ფსკერისა და მასზე არსებული რესურსების გასაკონტროლებლად. იქ არის მსოფლიოს აქამდე აღმოუჩენელი ბუნებრივი გაზის 30%, ნავთობის 13% და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რის გამოც ქვეყნები ერთმანეთს დაჭამენ, არის იშვიათი მინერალები. ეს მინერალები აუცილებელია მაღალტექნოლოგიური და სამხედრო მრეწველობისთვის. ამ რესურსებისა და მარშრუტების დაცვის მთავარი ბერკეტი კი ყინულმჭრელების ფლოტზე გადის. რუსეთი ფლობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ფლოტს, მათ შორის 50-ზე მეტ ყინულმჭრელს, რომელთაგან 7 არის ატომური. კანადას 20, ამერიკას და ფინეთს 11, დანიას 7, შვედეთს 5, ჩინეთს 3, ნორვეგიას 2, იაპონიას 1, ისლანდიას არ ყავს 0. კითხვა ასეთია: გადაიქცევა თუ არა არქტიკა 21 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცივ და ფატალურ ფრონტად?